ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა თუ კორუფციასთან ბრძოლა. ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რითიც საქართველო წინ უსწრებს არაერთ კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ამის დასტური კი ევროკომისიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა თუ ორგანიზაციების ანგარიშებია. მეტი თვალსაჩინოებისთვის ევროკომისიამ გამოაქვეყნა განახლებული ეკონომიკური პროგნოზები. ვის მიხედვითაც საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდა მკვეთრად არის გაუმჯობესებული და 7.3% შეადგენს. აღნიშნული კი გაზაფხულის პროგნოზე 1.3%-ით მაღალია. სწორედ ამ მაჩვენებლით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკურ ქვეყნად განიხილება. 2025 წლის ანგარიშების მიხედვით საქართველო შედის მსოფლიოს 25 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსი და მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც საქართველო უსწრებს მრავალ განვითარებულ სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ხოლო ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნდა ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი 63% დააფიქსირა და მსოფლიოში 34 ადგილზე გავიდა. ლიდერობის და შორს მჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო 20-ულშია. საქართველო მსოფლიოში 32 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს ტოპ 30-ულშია, საქართველო წინ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს 15 წევრ სახელმწიფოს. ევროკომისიამ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ფუნქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა. აღნიშნული შეფასებების შემდეგ, რაზეც ბევრად ცლად შეიძლება საუბარი და მონაცემების გაზიარება, ჩნდება კითხვები. რატომ ვერ ან არ სურთ, რომ დაინახონ საქართველოს მისწრაფებები და განვითარების ტემპი? ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასდება ერთსულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა $10,000 წელს პირველად ისტორიაში. თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩებით მაგალითად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი დაახლოებით 30-40%-ით. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%. ეს ნიშნავს იმას, რომ 350,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში.